პირველად ანტონეს ისტორიაში ხმები თანაბრად არ დაიყო. და სამწუხაროდ 4 ხმა საწინააღმდეგოდ ამ გასვლაზე მიიღო მაიკო. პროექტი ამტანი შაბათს კიდევ ერთმა მოთამაშემ მაიკო მიქაბერიძემ დატოვა. ის პირველია მათ შორის, რომელმაც ამტანების ფერად სახლში ყველაზე მეტი დრო, ერთი თვე გაატარა. თამაშის პირველი კვირიდან გასვლის დღემდე მოთამაშეს მაყურებელთა სიმპათია და იმუნიტეტისთვის საჭირო ხმები ხშირად გარანტირებული ჰქონდა. თუმცა ბოლო კვირას სწორედ იმუნიტეტის არარსებობამ განაპირობა მისი პროექტიდან გამოთიშვა. თითქმის ერთი თვის განმავლობაში მაიკო მიქაბერიძისა და სანდრო ჟღენტის ცოტა მოულოდნელმა, ეგრეთ წოდებულმა რომანმა მაყურებელში დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ურთიერთობა შაბათს საღამოს მაიკოს ფერადი სახლის დატოვების შემდეგ სავარაუდოდ მხოლოდ დროებით დასრულდა. ფერადი სახლიდან გამოსულ მაიკო მიქაბერიძეს თაყვანის მცემლები და ყოფილი ამტანები ხმაურით შეხვდნენ. მაიკო ერთადერთი იყო იმ მოთამაშეებს შორის, რომელმაც ამტანის სახლი ყველაზე ემოციურად ტირილით დატოვა. პროექტიდან გამოთიშვის შემდეგ უკვე ყოფილ ამტანს ასეთი განწყობა ჰქონდა. შესაძლოა შემეყვარდებოდა ხალხი, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი და მეგონა რომ ვითამაშებდი. აუტანელი ერთადერთი რა იყო. როცა არ მქონდა საპონი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის ჯაგრისი და ყველაფერი. ყველაზე აუტანელი იყო კვირა დღე, როცა სულ გვართმევდნენ რაღაცებს ისევ ჩვენი იდიოტური საქციელის გამო. ერთთვიანი ლოდინისა და გულშემატკივრობის შემდეგ მაიკო მიქაბერიძეს ოჯახის წევრები ასე ხვდებოდნენ. ნატრულობდი. მიხარია რომ გამოხვედი სულო. ძალიან მიხარია. და მაიკო. ჩემოდი ჩვენო. მე ვიცი მაიკოსთვის უჭმელობა რა და აქამდეც როგორ იყო მე არ ვჭამდი იმის შემხედარე რომ ვიცოდი რომ მაიკო ვერ ჭამდა და აქედან გამომდინარე ნამდვილად არ წდება გოლი. რო ვერ მოიგებდა მაგაში აი თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი და ასე რომ არა აქვს მნიშვნელობა ერთი კვირით ადრე გამოვიდოდა თუ ორი კვირის მერე პრობლემა არ არის. ზუსტად ვიცოდი რომ ყველა მაიას დაასახელებდა სანდროს გარდა და როგორც ყველა შემთხვევაში ამ შემთხვევაში ჩემი მოლოდინები გამართლა. მაიკოს ცხოვრება ხა შეიცვლება, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ ყოველთვის საინტერესო ცხოვრება ქონდა, არ ურჩიოდა უინტერესო, საინტერესო ცხოვრებას და აქედან შეიცვლება ალბათ, არ ვიცი რა. მაიკო ბევრს ადამიანებს ძალიან უყვარდათ და ახლა ეყვარებათ რა. ასე რომ ძალიან დიდად არაფერი შეცვლილა ჩემი აზრით მაიკოს ცხოვრებაში. თამაში ან მოიგი ფანძარი, წააგო ფაქტია და სახშიც მოვიდა და ეგ არის. ის თამაშობდა მე არ თამაში. მე გულშემატკივრო. ნუ თუ თამაში იყო, უნდა ეთამაშა კიდეც, მაგრამ უფრო რეალური რაც არის, ის იყო რა. ერთი თვის განმავლობაში მოთამაშე მაიკო მიქაბერიძემ ფერადი სახლის სხვა წევრებთან ერთად აშკარად ადვილად მოახერხა არა მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრება და აუტანელი პირობების ატანა, არამედ მათთან დამეგობრებაც. ამტანის წოდებას იგი ისე როგორც თამაშიდან გამოთიშული ფერადი სახლის სხვა წევრები პროექტის დასრულებამდე შეინარჩუნებს. Thank you.